ეს რა არის? ეს მატლებია? Salam მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს გვაქვს ძალიან მაგარი ვიდეო, რადგან დავარეაქტებ უიშვიათეს და ძალიან საინტერესო სამედიცინო ვიდეოებს. თან პარალელურად გასაგებენაზე აგიხსნით, რა ხდება ამ სამედიცინო მდგომარეობების თუ შემთხვევების დროს. ამიტომ აღარ გვინდა ახლა გაჭიანურება შესავალით და პირდაპირ პირველი ვიდეოთი დავიწყოთ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, დაალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი, დაიმახსოვრე, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი სტიმულია შენგან. და დავიწყოთ პირველი ვიდეოთი. ძალიან მაგარ ფიზიკურ ფორმაშია ეს ადამიანი. და ურთულესია თქვა რომ ის არის მთლიანად ნატურალი. თქვენ თვითონაც ხედავთ როგორი მასიურია და ამასთან ხედავთ რამდენად მშრალია, ანუ ნაკლები კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი აქვს. თუმცა ეს ყველაფერი შესაძლებელია ერთ ძალიან იშვიათ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს აქვს მიოსტატინის დეფიციტი. თითქოს დეფიციტი ესეთი მასიური კუნთების ზრდას ვერანაირად ვერ უნდა იწვევდეს, მაგრამ მიოსტატინი არის სწორედ კუნთოვანი ზრდის მუხრუჭი უჯრედულ დონეზე და როდესაც ადამიანს მიოსტატინის დეფიციტი აქვს გენეტიკურად, შესაბამისად მას უმარტივესად შეუძლია კუნთოვანი მასის ზრდა. ამ გენს ჰერკულესის გენსაც კი უწოდებენ და ის ცხოველებშიც კია წარმოდგენილი, მაგალითად არსებობს კონკრეტული ბელგიური ხარების ჯიში ან სხვადასხვა ჯიშის ძაღლები. წარმოიდგინეთ, ესეთი ადამიანების კუნთოვანი ქსოვილი 35-45%-ით მეტ კუნთოვან ბოჭკოს შეიცავს, ანუ ვარჯიშის დროს, როდესაც ხდება ამ კუნთოვანი ბოჭკოების ჰიპერტროფია, ამ ადამიანებს უბრალოდ უფრო მეტი კუნთოვანი ბოჭკო აქვს და შესაბამისად ეს ჰიპერტროფიაც მათში გამოხატულია და უფრო მარტივად იზრდება კუნთი. ეს იმდენად იშვიათია, რომ დაახლოებით 2 მილიონიდან 1 ადამიანი შეიძლება აღმოაჩინოს. თუმცა ის ადამიანი თუ ცხოვრების განმავლობაში ფიზიკური აქტივობით და ვარჯიშით არ დაკავდება, შეიძლება საერთოდ ისე გაიაროს მისმა ცხოვრებამ, რომ ვერც კი გაიგოს მიოსტატინის დეფიციტის შესახებ. შენ კი თუ შეგიმჩნევია, რომ მარტივად შეგიძლია გაზარდო კუნთოვანი მასა, მაშინ აუცილებლად უნდა იფიქრო ძალისმიერ სპორტზე, ბოდიბილდინგზე და ასე შემდეგ. ჰერკულესის გენი გავიარეთ, ახლა გადავიდეთ შემდეგ ვიდეოზე. ნახეთ, რამდენი თმა აქვს სახეზე, ცხვირზე და თვალების მიდამოშიც კი. წარმომიდგენია, რამდენად რთულია ესე ცხოვრება. ამ მდგომარეობას ქვია ჰიპერტრიქოზი, გენეტიკური მუტაციის შედეგად განვითარებული ჰიპერტრიქოზის დროს, რომელიც ესე ძლიერად არის გამოხატული, ზარღვეულია იმ მარეგულირებელი გენების ფუნქცია, რომლებიც თმის ზრდის პროცესზე არიან პასუხისმგებლები. აი მსგავსი ტიპის თმის ზრდა, როგორცაც ამ ადამიანის სახეზე ხედავთ, როგორც წესი დაბადების შემდეგ მცირდება ხოლმე, თუმცა ესეთ ადამიანებში ამ კონკრეტული გენური მუტაციით პირიქით მსგავსი ტიპის თმა აგრძელებს ზრდას მთელი ცხოვრების განმავლობაში და მეტიც მას არანაირი მუხრუჭი არ აქვს. ეს უფრო იშვიათია 8 მილიარდ ადამიანშიც კი რამდენიმე ათეული შემთხვევა არსებობს. ფართო საზოგადოებაში werewolf-ის სინდრომსაც კი ეძახიან და წარმოიდგინეთ, მე-19 საუკუნეში ეს ადამიანები ცირკშიც კი ყავდათ დასაქმებული, რადგან მათი ნახვა ფართო საზოგადოებისთვის იყო სახალისო, გასართობი, უცნაური და ასე ვთქვათ, ფართო საზოგადოების თავის შესაქცევად ადამიანებს ამ კონდიციაში უწევდათ ცირკში მუშაობა. თითქოს მე-19 საუკუნე აქვე იყო, ხო და რაღაც ადამიანები უკვე მაღალ მატერიებზე ფიქრობდნენ, თუმცა ესეთი მძიმე მორალური ხარვეზები მაინც არსებობდა ადამიანების მასებში, რაც ძალიან სამწუხაროა. აუ ეს შემთხვევა, ვიცი, ეს ძალიან საინტერესო შემთხვევაა. ეს ადამიანი კარგად დააკვირდით, არის უბრალოდ იყო სამედიცინო სტუდენტი ამ დროს, როდესაც ეს დაავადება დაემართა. ამ დროს იყო ის 25 წლის, წარმოიდგინეთ და ექიმებმა ვერ გაიგეს კონკრეტულად რა დაავადება სჭირდა. მას სჭირდა აუტოიმუნური სახის დაავადება, ანუ მისი იმუნური სისტემა უტევდა მისივე ორგანოებს და სხეულს და ის განმეორებითად მრავალჯერ ხდებოდა ინტენსიურ და რეანიმაციულ განყოფილებაშიც კი იმდენად მძიმედ ხდებოდა ამ დაავადების გართულებების დროს და აი იქ ჩაირთო სწორედ ამ ადამიანის გადარჩენის ინსტინქტი და დეივიდმა მედიცინის სტუდენტმა თვითონ დაიწყო თავისი დაავადების ლაბორატორიული მაჩვენებლების და ასე ვთქვათ მდგომარეობის გამოკვლევა. მაშინ ChatGPT, OpenEvidence და მსგავსი დამხმარე საშუალებები ესე არ არსებობდა. მან მუხჩა უხრელად იშრომა იმისთვის, რომ კონკრეტულად მიეკვლია იმ სასიგნალო მოლეკულისთვის და გზისთვის თავისივე იმუნურ სისტემაში, რაც ამ შემთხვევაში არ ფუნქციონირებდა სწორად და იწვევდა ამ მთლიანი იმუნური სისტემის ყველაზე უფრო დახვეწილი უჯრედთა არმიის თავისივე ორგანოების საწინააღმდეგოდ განწყობას. გასაკვირი ის არის, რომ ექიმები კლასიკური თერაპიით, რითიც მაშინ აუტოიმუნურ დაავადებებს კურნალობდნენ, ვერაფერს გახდნენ ამ ადამიანთან. საბოლოოდ მან აღმოაჩინა ეს დაავადება, რომელსაც კასელმანის დაავადება დაერქვა. ამ დროს ლიმფურ ქსოვილში, აი ლიმფური კვანძები რომ აქვს ადამიანს, ხო იცით? იქ ხდებოდა უკონტროლოდ უჯრედების გამრავლება და იქვე ისეთი მოლეკულების გამომუშავება, რომლებიც
რომლებიც ამ იმუნურ უჯრედებს ჩვენი ორგანიზმის საწინააღმდეგოდ ანწყობდნენ. როგორც გითხარით, ბევრი კვლევის შემდეგ მან მიაგნო კონკრეტულ სასიგნალო მექანიზმს, რაც ამ დაავადების დროს გამშვების როლს თამაშობდა და დაარწმუნა ექიმების ჯგუფი იმაში, რომ მისთვის მიეცათ მედიკამენტი, რომელიც ნორმალურ შემთხვევაში ორგანოების გადანერგვის დროს ორგანოების მიმღებში, ანუ რეციპიენტში გამოიყენებოდა ხოლმე, რათა მისი იმუნური სისტემა და დაცვა დაექვეითებინათ, რადგან ორგანოების გადანერგვის დროს, როდესაც ადამიანი უცხო ქსოვილს და უცხო ორგანოს იღებს, რა თქმა უნდა, ჩვენი იმუნური სისტემა ნორმალურ შემთხვევაში ამოიცნობს მას და უტევს. ამ მედიკამენტის გამოყენების შემდეგ კი დეივიდმა თავისი დაავადების კონტროლი შეძლო, წარმოიდგინეთ, და მან მას შემდეგ თავისი თავი მიუძღვნა მთლიანად მეცნიერებას. დააფუძნა ასევე კვლევითი ცენტრი, რომელიც მსგავს იშვიათ დაავადებებს იკვლევს და ადამიანებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში უძულურები და მარტოები აღმოჩნდებიან ხოლმე მსგავსი დაავადებების წინაშე ეხმარებიან. მედიცინა მაინც მეტნაკლებად სისტემატიზებულია და როდესაც ამ სისტემაში უიშვიათესი და უცნობი დაავადება აღმოცენდება, ექიმებიც და მთლიანად მედიცინაც უძულურია, რადგან არ ყოფილა გამოცდილება არანაირი ამ დაავადებასთან ბრძოლის. შესაბამისად, ესეთი ადამიანები ხშირად გრძნობენ ხოლმე თავს მარტოდ. დეივიდის დაფუძნებული კვლევითი ორგანიზაცია კი ასეთ ადამიანებს უდგას გვერდში. Wow, doctor. Qué lindo me... ესენი არიან ქიროპრაქტიკოსები, რასაც სიმართლე რომ გითხრათ, ექიმები ცოტა ეჭვის თვალით უყურებენ. არსებობს კონკრეტული კვლევები, რომლებიც ქიროპრაქტიკის ეფექტურობას ადასტურებს, მაგალითად ხერხემლის სხვადასხვა დაავადებების და ტკივილების შემთხვევაში. თუმცა ეს манипуляция, რაც ამ ვიდეოზეა, არ ამგონია რამეს ემსახურებოდეს და მით უმეტეს რამე თერაპიული და სამკურნალო მიზანი ჰქონდეს. შემდეგი გვაქვს ეს რა არის? ეს მატლებია? რა ამბავი მატლები აქვს ფეხზე? რა სიგიჟეა, რომ ესე შეუძლია ადამიანს ცხოვრება? წარმოუდგენელია არა მხოლოდ დისკომფორტის გამო, რასაც ადამიანი ამ დროს განიცდის, არამედ უბრალოდ ზიზღის გამო, მთლიანად ქვედაკიდური სავსეა მატლებით, დააკვირდით? მიუხედავად იმისა, რომ მატლები სამედიცინო მიზნითაც გამოიყენება, ქრონიკული ჭრილობების შემთხვევაში, როდესაც ადამიანებს აქვთ ამ ჭრილობის შეხორცების დარღვევა, მაგალითად ქრონიკული ჭრილობის შემთხვევაში, თუმცა სამედიცინო შემთხვევაში ისინი არიან მოთავსებული სპეციალურ სტერილურ ჩანთაში და მათი მოთავსება ხდება კონტროლირებულად ჭრილობის ზედაპირზე და ისინი ახერხებენ იმას, რომ მკვდარი ქსოვილი, რომელიც ხელს უშლის ამ ჭრილობის შეხორცებას, ის მკვდარი ქსოვილი მთლიანად მოაცილონ და ასე ვთქვათ, ამ ქრონიკულ ჭრილობას მისცენ საშუალება, რომ მეორადად შეხორცდეს. ანუ თვითონ ამოივსოს ეს ჭრილობა გაკერვის და ყველანაირი манипуляციის გარეშე. თუმცა ამ შემთხვევაში ორი აზრი არ არის, რომ ანტისანიტარიასთან გვაქვს საქმე. სიმართლე რომ გითხრათ, რამდენჯერმე მაქვს კლინიკაში ნანახი მსგავსი შემთხვევა. ძირითადად უსახლკარო ადამიანებს ემართებათ ხოლმე ასე. რა თქმა უნდა, ნაკლები ჰიგიენის, ყურადღების და ექიმთან არარსებული ვიზიტის გამო. ამით იმის თქმა მინდა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის მსგავსი რაღაცები ცნობილია, თუმცა ესე ექსტრემალურად, რაც ამ ვიდეოს დასაწყისში იყო, რომ მთლიანი ფეხი იყოს სავსე მატლებით, მე ჯერ არ მინახავს. კარგად დააკვირდით, ვის მისცემთ უფლებას, რომ ჩაგიდგათ ვენა, ან აგიღოთ სისხლი ვენიდან. ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი, პრაქტიკული საქმიანობის დასაწყისში სამედიცინო სტუდენტების ტკივილია სისხლის აღება და ვენის კათეტერის ჩაყენება. Awareness day. So let me take just 1 minute of your time. რა უცნაურად გამოიყურება. დააკვირდით, როგორი ასიმეტრიულია მკერდი. თუმცა ამ შემთხვევაში გასაკვირი ის არის, რომ ძირითადი მიზეზი არის მარჯვენა მხარეს განუვითარებელი მკერდის კუნთი. და არა მაგალითად სარძევე ჯირკვალი, რაც შეიძლება ერთი შეხედვით ესე ჩანდეს. ამ სინდრომს ქვია პოლანდის სინდრომი. და ამ დროს როგორც წესი მარჯვენა მხარეს, სხეულის ერთ მხარეს ხდება მკერდის კუნთის განვითარების შეფერხება, ან საერთოდ არ არსებობა მკერდის კუნთის. ეს პროცესი კი ვითარდება ძირითადად ემბრიონული განვითარების დროს, ანუ როდესაც მაგალითად ნაყოფი არის ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოში. ამ დროს მკერდის კუნთის მომარაგებელი არტერიული სისხლძარღვები, რომლებიც ლავის ქვეშ არტერიას გამოეყოფიან, უბრალოდ უწყვეტენ სისხლმომარაგებას ამ კუნთს და განვითარების ეტაპზე არც კი ხდება ხანდახან მკერდის დიდი და მცირე კუნთების ჩამოყალიბება. ამის შედეგად კი გვაქვს აი ესეთი არასიმეტრიული სურათი, რისი გამოსწორებაც ვიმედოვნებ, რომ ქირურგიული ჩარევით შესაძლებელია, თუმცა სიმართლე გითხრათ, კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ესეც უიშვიათესი შემთხვევაა. ეს ძალიან მაგარი შემთხვევაა, დააკვირდით ამ ქირურგს, ეს არის პოლნელი ქირურგი,
რომელმაც 23 საათის განმავლობაში ატარა ქირურგიული ოპერაცია გულის გადანერგვა კონკრეტულად და ეს მაშინ, როდესაც გულის გადანერგვა ჯერ კიდევ შეუძლებელი იყო თითქმის მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის დოქტორ რელიგა. ამ ოპერაციის შემდეგ მისი მთლიანი ქირურგიული გუნდი უბრალოდ მოწყდა და გაითიშა და ეს სურათი, რომელიც მსოფლიოს 100 ისტორიულ ფოტოში შევიდა, როგორც ყველაზე დიდი გავლენის მქონე სურათი, არის გადაღებული ოპერაციის შემდეგ და ხედავთ, რომ ქირურგი აკვირდება თავისი პაციენტის სასიცოცხლო მაჩვენებლებს და იმ 23 საათიანი შრომის შედეგს. გასაოცარი ის არის, რომ ამით ქირურგმა თავის პაციენტს დაახლოებით 30 წლიანი სიცოცხლე აჩუქა და თქვენ წარმოიდგინეთ, პაციენტმა ამ შემთხვევაში უფრო დიდხანსაც კი იცოცხლა ვიდრე ქირურგმა. აი ეს ადამიანი არის პაციენტი, რომელიც ფოტოზეა და უჭირავს ის ლეგენდარული ფოტო, რომელიც დასაწყისში განახეთ. და აქ კუთხეში ხედავთ სავარაუდოდ ან საოპერაციო ჯგუფის, ან უშუალოდ ქირურგის ასისტენტს, რომელსაც ძინავს. ალბათ ადამიანის გონება ვერ გაწვდება იმ კმაყოფილების შეგრძნებას, რაც ამ ქირურგს ამ ოპერაციის შემდეგ ჰქონდა. ეს ალბათ უნდა გამოსცადო, რადგან ფაქტობრივად აკეთებს შენი დროისთვის შეუძლებელს და ამით ეხმარები ადამიანს, რომელიც გარდაუვალი სიკვდილისთვის განწირულია. შემდეგი როგორ. აუ ეს ადამიანიც ჩემთვის ძალიან საყვარელია და მისი ისტორიაც. ალბათ უმეტეს თქვენგანს ეცოდინება, ამაზე ვიდეოც დავდე, ეს არის პოლ ალექსანდერი, ადამიანი, რომელმაც ბავშვობაში გადაიტანა პოლიო, ინფექცია, რომელიც აცრების წყალობით აღარ არსებობს მსოფლიოში. ეს კი არის შედეგი პოლიოს ინფექციის. ეს ადამიანი მთელი ცხოვრება პარალიზებული იყო და პარალიზებული იმ დონეზე, რომ დამოუკიდებლად სუნთქვაც არ შეეძლო და უწევდა აი ესეთ რკინის ფილტვში ცხოვრება. ეს არის კამერა, რომელიც ეხმარება მას პასიურად ჩაისუნთქოს ჰაერი და უნარჩუნებს მარტივად რომ თქვა ცხოვრებას. თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ მისი ცხოვრება გაცილებით უფრო საინტერესო იყო, ვიდრე უამრავი ადამიანის, რომელსაც მასზე მეტი უნარი აქვს. ამ ადამიანმა დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი. შეძლო ის, რომ ესწავლა წერა, დაიცვა სადოქტორო ნაშრომი, დაწერა წიგნი წარმოიდგინეთ და ბევრი ადამიანისთვის მსოფლიოში გახდა ცოცხალი ინსპირაცია. რკინისკაცი თუ შეიძლება ვინმეს ეწოდოს, ჩემთვის ეს ადამიანი არის რკინისკაცი, თავისი რკინის ნერვებით, რკინის ნებისყოფით, წარმოიდგინეთ რამხელა ნებისყოფა უნდა იმას ამ მდგომარეობაში მყოფმა, რომ არ დაკარგო ენთუზიაზმი იმის, რომ განვითარდე და ის აკეთო, რაც ყოველთვის გიყვარდა და გაინტერესებდა. მიუხედავად ყველა იმ დაბრკოლებისა, რაც ადამიანს აქვს. და ამ ადამიანის მაგალითზე შემდეგ იმას რომ გაიაზრებ. შენი ის დაბრკოლებები რაც ხდება, რამდენად მარტივად გადასალახია რეალურად თუ შენს თავში იპოვი ძალას, მივხვდებით, რატომ არის ეს ადამიანი უდიდესი ინსპირაციის და მოტივაციის წყარო. დღევანდელი ვიდეოსთვის სულ ეს იყო მეგობრებო, დააკომენტარებთ თუ მოგეწონათ ეს ფორმატი და დაწერეთ ასევე ის, რა დავარეაქტო შემდეგი ვიდეოსთვის. არ დაგავიწყდეთ დალაიქება და არხის გამოწერა. ჩვენ კი შევხვდებით რა თქმა უნდა საინტერესო სამედიცინო ვიდეოთი შემდეგ კვირაში.